შოპინგი იწყება, მაგრამ ჯერ უნდა შევჭამო. ღმერთი, სულ დამოვიწყდა ისთვის შემოვიდი, მე მგონი რომ ყველაფერს ვიყიდი. 250 ლარად ყველაფერს ვერ იყიდი. ფეხსაც ვერ მიყიდო და შარვალი. ნუ კამარის თუფული დაგრჩა. კამარი არ ჩენ გაწყიდა, მე რამდენი 7 days-ჭა. აუ შოკოლადის არის, ხო ძალიან მიყვარს მეც. პირველი არა გინდა, არ ნამცეცდება თან, აბა შენ ერთ ფახლავთ ხოვილი მაღაზიებში. წამოი მაღაზიაში შევიდეთ. რომელზე მეუბნიო? აი კონსულტანტების რო 15 წელს ჯასტინ ბიბერი ვითა აქტმები. გამარჯობა, დახმარება ხარ გჭირდებათ? არა, მადლობა. თეკ ლეგბანძი შარვალი არ იყიდო ეხლა. არა, ბანძი არ არის. ბიჭები წვდელობენ ხოლმე და გოგოები. ცოტა შორი ჯასტინ ბიბერსაც ესეთი ახლა ხანს. ხო, როგორი დამხვევა. თეკ მე მგონი ჯასტინ ბიბერის ხათრით უნდა იყიდო ეგ შარვალი. რა? აუ, ძალიან დიდი პოტიში, მაგრამ თქვენი ხათრით ნამდვილად ვერ ვიყიდი ამ შარვალს. ჩემი ხათრით? ვერ მივხვდი? არა, ხუმრობს, ესეთი იუმორი აქვს უბრალოდ. თეკ წინა მაღაზიაში შედი ახლა. დომელში. აი რეინირა ტარგარიანი რო კონსულტანტად. გამარჯობა, დახმარება თუ დაგჭირდეთ, მითხარით, კარგით? დიახ, my queen. ნაიჯოთ მასის ტეკლა. გამოდით ბიჭების სექცია. მოგვიდებით. მე მგონი კაი რაღაცები აგარჩევინე, ხო, ძალიან მოგიხდა. კი, ძალიან მოყოფილები ვართ, მადლობა. და ეს 7 days-ში ჩემგან საჩუქრად როგორც 7 სამეფოს კანონი ერთ დიდ უფალს. აუ, რა მაგარი მორთფელია. ჯე ერთ სერიას უყურებ კიდე. უყურე ხო? კარიც გააღებარებ. თუ ის უძღებიშვილი დაბრუნდა, უთხარი რომ არ შემოვიდეს, თორემ მივაკლავ კედელზე. ვაუ, მარიკო, შენ გაიჩთე, როგორ ახარ? ზეითი ანასტასია. თიკო, ოღონდ არ არის ანასტასია სახში. ჩაფერში გაამწესა დედამ ერთი კვირით. რატო? რამე მიქარა? დედა საჯუქა დაბაძების დღეზე პამპერსი და აი მე რა გიჟი გოგოა. წავალ მაშინ მე, კაი? კაი. Кто это было? არა, ანასტასიას პადრუგა. ისე ჩამოხვედი საქართველოში და დაიწყე ნელ-ნელა ქართულის გახსენებაც. კი, მაგრამ დახმარება. მე რა დაგეხმარები ლაპარაკის მეტი რა ვიცი. კარგი. იცი ძალიან გემრიელია ეს ღვერი. ჯე ვასოსთან ვარ 5 ჯერ ნუ მირეკავ. რამდენ ხანში წამოხვალ? არ ვიცი, ახლა მივედით მედალიზე. ბავშვებო, აბა რა შეჭამთ გაგიმასპინძლეთ? კარტოფილი შეგვიწვიდე, სამივეს გვიყვარს და მაგას შევჭამთ. ბევრი კარტოფილი ჭამა კუჭი შეკვრას იწევს, დედაჩემმა ასე მითხრა. მე მგონი დედაშენ სეზარებოდა შენთვის რო კარტოფილი შეეწვა, მაგიტო გითხრა მასე. დედაჩემი მაგარ კარტოფილს ყავს, სუდაბრაწულებია ხოლმე და კიდე წემალი გააკეთა გუში. ამას არაფერი აინტერესებს, მარტო ჭამა. ბავშვებო, თქვი რა გაინტერესებთ, ეს რით დავაინტერესო? მე ხატვა მაინტერესებს. დედაჩემს კიდე არ დავყავარ, ამიტომ ხოლმე ინტერესი შემოვიფარგლები. ამას ეგეც არ აინტერესებს, მარტო ჭამა, ტელეფონი ესო. არც ამას და არც თავის დას. ნუ ეხლა ის 22 წლის არის. მაგრამ დედა შეგიძლიათ რომ ნოვატორის საიტი ნახოთ, მანდ არის ბევრი კარგი რაღაცა. მეც ვისწავლე და ძალიან მომეწონა. რეგისტრაციები დაწყებულია უკვე. ზაფხულში მაინც დამასვენეთ. ძალიან ხშირია შეგვიწვი. ვასწომით ის პაზლი მოვიტანი ავაწყოთ. ხო. ომარიკო მანთხართ ისე? აუ, აბა სად ვიქნები? ტონი შეცვალე შენ. არ მოვდივარ ჯერ. არ მაინტერესებს მალე წა. ტვინი გამიბურღა დედაჩემმა. ხო. ისოთი შენ ტელეფონს ვერ გავიგე. აუ, რა გინდა? წამოხვალ მალე ვარ და აღამოთ მაგ. აი. ასეთი პაზლი აქვს ჩემ ბიძაშვილს. ოღონდ იმას 300 ფიგურა ქონდა, 4 საათი ჩავაწყეთ, მაგრამ მე მიწეს რა მოხდა და სულ დაგვეშალა. აუ, ვასო წყალი საძავლიო, უკიდე ცხუში აქტითი. სამზარეულოში ხარ და დედაჩემს უთხარი იქ იქნება. არა, დედა წყალი მინდა. რამე მითხარი შვილო? არაფერი. აბა როგორ ახართ, ამო როგორ არის ჩვენი თონე, გოგო? ხო ამუშაობა. არი გოგო, არ არის, გავწყდი წელში. ახალ წლებზე ნახე ეხლა შენ არ იგირო დაგიდგება. მე მერისთვის ვარ, გოგო, აქ ჩამოვალ და მოგეხმარები ამ დღეებში. თან საახალწლო რიგებში ყველაზე კარგ ჭორებს ვიგებთ ხოლმე მთელი უბანი რო ჩამოვდის. ჩამოჯექი მან და მიდი. სანამ ამოვა ეს ცომი, ყავას მოვასწრებთ. სადმე მიდიხარ? რა ვიცი, მეთქი საჩუქრების მაღაზიაში გავივლით ხო. ნახილობაში ხო ვარ დაბადებული კლარა შვილიშვილის და კლარას გოგოს ორსულობის ამბავი ხო აქ გავიგეთ მაშინ საახალწლო პურის რიგში. შარშან.
უი გოგო, მაგათ კი უწევთ უკვე ნათლობა. ინგა საახალწლო აქციაზე არ მოვიფიქროთ რამე. აი მე მაგაზე ვფიქრობდით ამო წუხელის და როვიანგარიშე, მოდი 8+1 გავაკეთოთ, თორე წავალთ ზარალზე, ყოველ მეორე და მესამე პროცენტ თუ ერთი უფასო პური ვაძლია ხალხს. ლალი, რა ვახარ, ლალი, სად დაიკარგე გოგო? Здрасти, გოგოებო, რა ვიცი, დავრბივარ საქმეებზე, თონეს ხსნით, ხო იცით, ახალი წლების მერე, ხო აგერ გვერდზე გარაჟს აკირავებენ თხელაძეები და უნდა ვიქირაო. თონეს ხსნით, ესე იგი, ხო. წარმატებები ჩემო კარგო, აბა თქვენ იცით, კარგად. და სანამ გახსნათ, თორეს გაეყოლებინა 1-2 პური ხო შეიძლებოდა. არა ერთი კრიჟანი, რო იტყვიან, რო შევა უკან იყურებაო რა. ჩემებთანაც ჩავალ გურში, მარას ვიზავ. შეხედე კიდე ლალი მოდის. რა ხდება ლალი გოგო, რა შეწუხებული სახე გაქვს? გასაკლეჯად მინდა ეს თხელაძეები რა. ვეღარ მოგაქირავებ გარაჟში, ქირავ უკვე კარგ ფასად დღეს ვიღაცამ დაგასწრო. დედა რას ამბობ გოგო? კაი შენ მაგაზე არ იჯავრო კაცო, ეგ არ იქნება, სხვა იქნება. კაი მიდი ლალი, მიდი. სხვა მიქირავა კი. მე ვიქირავე გოგო, ტონეების მაგნატმა. აუზოგჯენ გონია ხომე რომ მაგარი უშნო ვარ. უშნო რატო ხარ ახლა ვერ გავიგე? დედა კარგი ყავს და მამა შენიც არ იყო ახლა შეუხედავი კაცი. თეკლებ ორგანიზმ ჩამინა მივეკა Facebook პოსტით. თავის მოვლა რა გახდა ზოგიერთებისთვისო. ჯა მაჰლა რომ მოვარო. ხოლე ძალიან მაგარი რაღაცა მოვიფიქრე ახლა. თიკო, დიღომშუნა გამომყვე. სილამაზის ცენტრში. რომელში და DMS-ში. ჩაიცვი. და მანდ რომ მიხვალ რას გაიკეთებ? ატო არ გაიკეთო, იცოდე ქალბატონო. ჩამოვწერი აგერ. სახე, ფჩხილი, თმა, მაკიაჟი, ყველაფერი. თლაც სხვა ადამიანი ნუ დაბრუნდები ახლა. ამის იგი ჯობია სხვა დაბრუნდე. მოგესალმებით, ჩაწერილი ბრძანდებით ჩვენთან? დიახ, ანესტესია ზედგენიძე. დედა თამუნა რა კარგი ამბავი მითხარი ახლა, ჰა? კარგი ჩემო კარგო, ხვალიდან მანდვარ. კარგი. ჯერშად მიდიხარ ხვალ? ქვემოთ ჩვენთან მაღაზიაში სჭირდებოდათ კიდე ერთი გამყიდველი, ხო და მე ვიწყებ ხვალმან მუშაობას. რა თქვი? საბა, მაღაზიაში გეტი შენს აღარ გვაქვს ვაფშე. იმიტომ ჯერჩემა დაიწყო მანდ მუშაობა. ჯერშახში აღარ იქნები ხოლმე? მაშინ დელი თუ გადამცეს პეჩენია. ასე თუ გაგზავნა პეჩენია კი არა, პურიც აღარ გადაგწდება ყელში. დავიხოცებით მშივრები. მაჰლა მოკვდებით? მეტი რა უნდა მოკვდე? პანიკა დავშვი. რასაკეთებ? რა ვქნა კაცო, ცხელია. მე პირდაპირ ჩაინიკი და როსო დაელოდე და გაცივდება. დაელოდე რა კარგია. თქვენ რო გელოდე ცხაცხა თუ ეგეც საკმარისია. ეხლა გადაგიქცევ მაგ ჩაიციცოდე. ნერვებზე მირტყავს. კარგი ხო. და ვერაფერი გამიკეთებია ჩემს სახში რა. არა როგორ გეკადრება? ვინ აპილასოსებდა დილით რომ ეძინა? არა მტვერში ჩამოვიგუდავ დილიდან თავს რა. წაბედი ერთ ჩემო თახში აღარა მაქვს შენი ნერვები, აღარ ჩაიმინდა და არაფერი. გოგოებო, როგორ არნიეტა ის თქვენი კლასელი? მანქანა რო დაეჯახა გუშინ. აუ ძალიან ძიმეთ არის თურმე. კლიენტი გიფსოკარდოში ყავს ჩასმული ისია და ჩენჩხილი. დედა საწყალი ბავშვი. განარა დააშავა, რომ ესეთი რაღაცა დაემართა. დააშავა? თან ძალიან ბევრი. ჩამოგიშვი თუ გინდა ალფაბეტის მიხედვით. აუ ანესტესია, ნუ ლაპარაკობ ეგრე რა, ცოდოა. ინგა დედა უნდა გავიდეთ ჩვენ მოსანახულებლად საავადმყოფოში და მალე მოვალთ. ნუ კადეიდა გამარჯობა, როგორ არის თეკლა? რა კაი გოგოები ხართ რომ მოხვედით შვილო, რა ვიცი, აი პალატაში ეძინავს ჯერ. თიკო,
ეხლა რო უკვირდები არ არის ეს ცუდი ქალი და ისუს დაემსგავსა ესეთი უჯიშო. გოგო მაგის დროა ეხლა. თუ ძინავს გავალთ მაშინ ჩვენ კარგით. მამუკალობიანზე ჩადირა ქვემოთ მე დილიდან არ მიჯამია არაფერი. კარგით შვილო, კარგით, აუცილებლად ვეტყვი რომ იყავით მოსულები. არა, ნუ ეტყვით. ეგრე აჯობებს მისივე ჯანმრთელობისთვის. რუსული ლაპარაკი რატომ ესმის? რუსეთის პირველ ნახს უსმენ საინფორმაციოს გაჩვენდე. საინფორმაციო თუ გინდა მან რატო უყურებ? ტყუილებს რო იძახიან. არაფერი ტყუილი არ არის უკრაინაში, ომი არ არის, მაგერ იძახიან. ქართული ტელევიზიები იგონებენ რაღაცებს. აუ ტვინში ცეცხლი ჩამექცევა ეხლა. ინგა გამოურთე რა ტელევიზორი. კაი დედა მართლა რაღაცა მარაზმს უყურებ რა. რამე სხვა ჩართე კაცო გასართობი. გასართობიან პატრიოტული. ძალიანაც პატრიოტულია რასაც უყურებ. მომასწრინეთ ახლა ინცოდე. რუსულ არხებს უყურებ და რანაირი პატრიოტი ხარ ნეტა? ხო, აბა შენ ხარ პატრიოტი, კებს რა აღლაჭუნებ 24 საათი. დიახ გახლავართ. გუშინ მე თიკობდა თეკლა მოვკრიბეთ პარკში ტურისტების დაყრილი ნაგავი. თეკლას ყველაზე ცუდი შეხვდა სხვათა შორის. ძაღლის კურკლები. ეგ თეკლა ძალიან მაგარი გყავთ რა. მე შეიძლება ვიყო პატრიოტი? შეიძლება კი არა უნდა იყო, მარიკო, რას ქვია? ყველანი უნდა ვიყოთ. დიახ, ანუ გაითიშება, ხო? კარგით, მადლობა. ინგა გაითიშო შვილო, რუსული არხები აღარ აჩვენებს. ვაიმე, რას ამბობ, დედა როგორ მეწყინა. არა უშავს ხო ხდება ხოლმე რას ვიზავთ. რას უყურო ეხლა რა არის ესა? სოფლის მეურნეობის არხი. ძროხებზე გადაცემა გაჩვენეთ მაინტერესებს. ძროხები? აუ კაკაო მომინდა პროსტა. ბებოდალევ შეინც? ინგა ორი კაკაო თუ შეიძლება გეთაყვა. აუ დე, ჩირი რა შევჭამო შეიძლება? აი მანდდევს და შეჭამე. აუ მე შევჭამ მაგას. მაგილა მევესება. თითი არ დააკარო მაგას ხალბატონო, სუფრისთვისაა. და იგი რატო ჭამს? გამოეჯიბრე, ბავშვია. უზდელი ხარ იცი? ხელებს მოგამტრევე ხა. ანასტასია, რა იყო მოკვდი? ბავშვია. ტუალეტი ვინ დატოვა ჩაურეცხავი. გეტყვი. მარა ბავშვია. ბავშვი როგორ იბადება? ვაიმე ამის დრო იყო ახლა. როგორ იბადება მარიკო და პოულობენ კომოსტოში მშობლები ბავშვებს და მიყავთ მერე სახლში. ბაზარში რო გამყიდოს უთხარი უვარგისი კომოსტოებიაო. ესე იგი იმაში უვარგისი ბავშვები იყვნენ? ხო, კარგად უნდა არჩე, თორე შეიძლება რომ უვარგისით შეგხვდეს. მარიკო მე გეტყვი გინდა? ბავშვი რო გაჩნდეს მაგისთვის საჭირო რომ ხალი და კაცი. აბა მზიაბებო მოვიდა შევეგებოთ ყველა. გამართვეს ამოდი. ინგა ისეთი კომპოსტა მოგიტანა შვილო რომ გაგიჟდები. რა? ბებო იცი ახლა ძამიკვან დაიყო რომ ეყოლება? რა? ინგა რა უბედურება ესე იგი გრამი შაქარი აღარ არის მაღაზიაში რა. იცი ბევრი ვინ წაიღო? ლიაროე შენი მეზობელი 20 კილო ამაწონინა. არა თამუნა ექსუ ეგრე ზიდავს მაღაზიიდან რა მეშოკებით იმდე რაღაცა საცხობს სახლში რა. გამარჯობა გითაყვა. იცი პური თუ შეიძლება. ანასტასია გამოვატანე მე მარიკოს დილით პური და რა იყო შეჭამეთ უკვე? ჩვენ არა. მაგრამ ზედერბეზუთერი ძაღლია მაგან კი. არა დადურა ბავშვია რა. აჰა წაიღე და იმყოფინეთ ახლა საღამომდე კრიზისია. როგორ უნდა შეგიჭამოს ძაღლმა პური, ჰა? დედა რა კაი გოგო გყავს ინგა? არა თხოვებ. გოგო 17 წლის არის ჯერ, მაგრამ ეს ცეთია რომ არავინ არ გამტაცებს სახლიდან ნამდვილად. ანასტასია მოიტანე პური? გაგჭირს. მაგარია პესნი ძაღლი ყოფილა. როგორ უნდა ვყიდულობდე ჩემი მათემატიკის მასწავლებლის აზრით საჭმელებს?
ისა უკაცრავად ესკევი რა ღირს. ესკევი ეხა ვეგეთო ესკევი ღირს ფევსი 4.5 ხარისხად 7 გამრავლებული 3.5 kx პლუს 4x მინუს ფევსი 64.5 პლუს 46 cx პლუს 65c აყვანილი კვადრატში მინუს პლუს კვადრატული ფევსი 25-დან ხარისხად 7 შეფარდებული ამ ფუნქციების კოსინუსა და სინუსის ნამრავლი შეფარდებული ტანგენსის კვადრატზე და კვადრატში შეფარდებული ფევსი კოსინუსა და სინუსის ნამრავლი შეფარდებული ტანგენსზე და კვადრატი აყვანილი ფევსში და ეს გამრავლებული 65.66-ზე 70 თეთრი მაკლდება რა დაქს კაი აბა ლუკა მითხარი აბა რა წეგნი წაიკითხე ამ ზაფხულს არი ლაპარაკო ბატონო გაიქეცი შვილო შენ საფგონებაზე ხარ ვერ გავიგე რა მას თქვენ არ მითხარით რა წეგნები წაიკითხეო და არი ლაპარაკო გაიქეცი უი კაი აბა კიდე თუ წაიკითხე რა მეწიგნი მას ტუალეტში მინდა აი მე სადამ ზარი არ დაერიკება ფეხს ვერ გაადგავ კლასიდან მაგაზე მაშინა გეზრუნა დასვენება რო იყო და რო დარბოდი დერეფანში დებილი აუ მას ტუალეტში მინდა ისა კი მაგრამ ვერ გავიგე რას მეღადავებია აქ ხა ნორმალურად და მოიქეცი ცოტა თორე დირექტორის კაბინეტი არ აქვს ფეხები არ მომჭამო ვაი მანდატორი მოიყვანი თუ შეიძლება მას ფეხები არ მომჭამო იხსენი ერთი ამიხსენი ამ ხელა ბიჭი ხარ და მასწავლებს რატო აყენებს შევოტყმე მე ხალი არ ვიყო შენ თუ ცხვირი და ძმარი არ გადენინო რა აი მივიდეთ მარტო სახში რა შუაში ვერ გავიგე მასწავლებმა მიკითხავ რა ქვია რა წეგნები წაიკითხო და უთხრა რა წეგნები წავიკითხე და მაგაზე გაბრაზდა წეგნები წაიკითხე კი მაგრამ ეგეთ რომ გააგიჟე ხალი ხო არ გავს ათქვი მოდი შენ წიგნა ჩოლებრივი ხო არ გავს რა მოკლედ გავიქანი iPhone 14 სასაღებად ლუკა მაიღო თავისი საჩუქარი, რომელსაც ეხა სახშირად გავაკეთეთ unboxing-ს აუცილებლად და განახერხეთ. მოკლედ ხო დაგიბრუნდით ჩემი iPhone 14-ით. ხო და მოკლედ ანუ ვაფშე არაფერი არ ჩანს, არ ვიცი, შეგით რაფერის ტელეფონი დევს და ეხა ვაკეთეთ unboxing-ს. თანახი და ახლა ჩემი username-ი რა. მაგალითად. დავიწყოთ. გავხსენით მოკლედ ხო? 3 2 1 არ უე ოიზე დავით და სვიტრი მოყვა ეს შეიძლება თქვი ამ დავხსენეთ ახლა გიბრუნდებით ამ ბუითან ზუსტად მაგ აი ჩემი საყვარელი ფერია ძალიან დიდი მადლობა ფეიბოქს მართლა ჩემი საყვარელი ფერია საიდან გამოიცანით არ ვიცი ჩემი თავი ჩანს და თანახე სულ რამდენი ჩემი თავი ჩანს აი ეხა იტვირთება ყველა აპლიკაცია iCloud-ი გადავიტანე მოკეთა ის ძალიან მაგარია სამთვლაზე აწიეთ რომელიმე ხელი 1 2 3 1 და 5-მდე აწიეთ მარჯვენა ხელი სამთვლაზე 1 2 3 დატრიალდით მარჯვნივან მარცხნივ ერთ-ერთ ფეხზე დაბალანსდით ადგილზე იცეკვეთ რაღაც ციფრის მოძრაობები გააკეთეთ 1-დან 10-მდე რამე ციფრი თქვით სამთვლაზე 1 2 3 დაასახელეთ რამე სპორტი 1 2 3 ფეხბურთი კიდეა სამთვლაში დაასახელეთ რამე საჭმელი 1 2 3 ვაშლი ვაშლი თქვა შვილო 10-დან 9 დაერთხო 10-დან 9 გამარჯობათ სკოლის ექიმი ბრძანდებით ხო დიახ ამ ბოლო დღეებში რაღაც ჭირს, ესე იგი ფილტვები მტკივა, ხან თაბრუს ხვევა მაქვს, რავი სიცხეც მაქვს, რავი თან აი სახსრები მტკივა ხოლმე ძალიან, აი ძლივს დავდივარ, ლოგინიდან ძლივს ვდგები რა. ხო, მადო, პრივეტ. აი ყურები მტკივა და აი თვალებში მიბინდება სავით რა. ხო. კაი ხო გოგო, პაკა გადმოგირიკავ ეხლა. იცი რა არის, მე ვფიქრობ, ეს არის გადაღლილობის ბრალი. გადაღლილობის და რავი, რამე წამას ვერ დამინიშნავთ. იცი რა არის, 1-2 ჭიქა წყალი დალი და გაგივლით, ხო? ხო, კაი, მიდი. ხო, გოგო, პრივეტ. არა იცი მე მეძახი? არა, მე მეძახი, ხო? არა, იცი რა არის, მაინც გადავამოწმე რომ მე მეძახდი. ან მე მეძახი, ხო? მე მეძახი. არა, ხო, არა, იქნებ სხვა ლუკას ეძახი, მე რა ვიცი, ან მე მეძახი. არა, ხო, იცი რა არის, აუ, ორ წამს მირეკავენ რა. ალო. ხო, არა. ხო.
ყოველდღე დაღლილი მოხვედი და ძალიან გშია, მაგრამ არ იცი რა ჭამბოვან საჭმლის გაკეთება გეზარება? არი ნერვიულად რადგანაც მე გასწავლით სნექის მომზადება სულ რაღაც 15 წამში. რა თქმა უნდა, ორიონის ჩოკოპაის გამოყენებით. ჩოკოპაები უბრალოდ უნდა გავხსნა და შევდგათ მიკროღუმბაში 15 წამის განმავლობაში. და სულ ესაა. და გავიწყეთ კომენტარებში და მიწევთ, რომელია თქვენი საყვარელი ჩოკოპაის გემო.